თედომ დილით გაიღვიძა. ფანჯარაში გაიხედა და სიხარულის ტაში შემოჰკრა. თვალებს არ დაუჯერა, თვალები მოიფშნიტა და ისევ გაიხედა. არემარეს თეთრი სამოსი ჩაეცვა. ციდან თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თოვლის ფანტელები. მიწაზე პირველი რომელი დაეცემოდა. ცეკვა თამაშით მოდიოდნენ. თედოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სასწრაფოდ ამოიცა ტანსაცმელი, ქუდი, კაშნე, ხელთათმანები და გარეთ გავიდა. გარეთ ლომა უკვე ელოდებოდა. პირველ თოვლზე კარგახანი იკოტრიალეს ლომამ და თედომ თოვლში. კარგად რომ ბული იჯერა, სახლში შევიდა. გაყინულ გათოშილი და თბილ უმელს მიუჯდა. მამიკო, დახე როგორ თავს. ახალი წელიც მოდის, ნაძის რომ არ გვაქვს. არა უშავ შვილო, ჯერ ადრია, მოვიდა. არა მამიკ, თხო, დღეს წავიდეთ, მეც წამოვალ. კარგი შვილო, რახან არის შენსას, ადექი. გაემზადე, თბილა ჩაიცვი და წავიდეთ. თედო და მამა გაუდგნენ ტყისკენ მიმავალ ბილიკს. 1000 რამეზე საუბრობდნენ მამა-შვილი გზაში. თედო უყურებდა ლამაზად დათოვლილ ხეებს, ტკბებოდა სანახაობით და მოსაჭრელად ენანებოდა. რამდენიმე ხეზე უთხრა მამა. ნახე შვილო, ეს რა კარგია, რამხელაა და როგორ ლამაზად მოირთვება. მაგრამ თედო უარს ეუბნებოდა, იმიტომ რომ მოსაჭრელად ენანებოდა. თედომ ტყეში ყინვისაგან გადატეხილი ნაძვი დაინახა და ფიქრდა. ეს ხომ კაცხ ზამთარს ვერ გაუძლებს, რა ცოდოა. მამი, წამოდი ის ნაძვი წავიღოთ. არა შვილო, ეგ ხომ ძალიან პატარაა. არა უშავს მამიკო, შეხედე, ყინვას წელში როგორ გადაუტეხია. ეს წავიღოთ, ჩვენ ამას ახალი სიცოცხლე ვაჩუქოთ. გთხოვ მამი. კარგი ჩემო ბიჭო, როგორც შენ გინდა. მომწონ შენი გადაწყვეტილება. ყოჩახ შვილო, ვამაყობ შენით. მამამ ნაძვი მხარზე შემოიდო. თედომ პატარა ნაჯახი და კმაყოფილები დაბრუნდნენ სახლში.